მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. ძლიერი მტაცებელი ცხოველები გარკვეულ სიტუაციაში ხშირად აღიქვამენ ადამიანს მორიგსაკვიროდ. თუმცა არსებობს ისეთი იშვიათი შემთხვევებიც, როცა ცხოველს ჩვენი ხორცი ურჩევნია სხვა ნებისმიერ საკვებს. ახლა კი ვისაუბრებთ მორიგსასტიკაცჭამია ცხოველებზე. ნომერი 5. ტანზანიელი ლომები. ეს შემთხვევა მოხდა 1932 წელს ტანზანიის ქალაქ ნიომბერში. კანიბალის ლომების ჯგუფმა ადამიანების ხოცვითა და მათ სხეულებზე ნადიმობით ადგილობრივი ტომები პანიკაში ჩააგდო. ტანზანიელები მიიჩნევდნენ, რომ ლომებს მართავდა ჯადოქარი ექიმი მატამულა მანგერა, რომელიც ამ გზით შურს იძიებდა იმის გამო, რომ მისი მომსახურება აღარ ისურვეს. ლომებზე ლაპარაკსაც კი ვეღარ ბედავდნენ, რადგან ეგონათ, რომ ეს საფრთხეს მოუტანდათ. ტომის რამდენიმე წევრი ბელადთან მივიდა და მატამულას დაბრუნება შესთავაზა, მაგრამ ბელადმა უარი უთხრა. ერთ-ერთმა მონადირემ ჯორჯ რეშბიმ იარაღი აიღო და 15 ლომი მოკლა, რამაც დანარჩენები დააფრთხო და იქაურობას გაშორდნენ. თუმცა ადგილობრივებს სჯეროდათ, რომ მშვიდობის დამყარება ბელადის საბოლოო დარწმუნების გამო მოხდა, რომ ექიმი თავის ადგილას დაებრუნებინათ. 15 წლის განმავლობაში ლომებმა დაახლოებით 1500 ადამიანი იმსხვერპლეს, ხოლო ზოგი მონაცემებით 2000-მდე. ნომერი 4. ორთითა ტომი. დღეს უკვე ძნელია იმის თქმა ამ ამბავთან დაკავშირებული მოსაზრებიდან, რომელია რეალური და რომელი სიცრუე. ეს უზარმაზარი ალიგატორი 20-იან წლებში ატერორებდა ალაბამა, ფლორიდის მიდამოების ჭაობიან ტერიტორიებს. სახელი იმის გამო ეწოდა, რომ ერთხელ რკინის მახიდან თავის დახსნისას მარცხენა თათზე 2 თითი დაკარგა. სიგრძეში 4.5 მეტრი იყო და ხალხი ირწმუნებოდა, რომ ეს ჩვეულებრივი ალიგატორი კი არ იყო, არამედ ჯოჯოხეთიდან მათ შესაშინებლად გამოგზავნილი დემონი. ტომმა სახელი გაითქვა ძროხების, დედალი ცხენებისა და რა თქმა უნდა ადამიანების დაგემოვნებით. განსაკუთრებით ქალებს ეტანებოდა, როცა ტანსაცმლის გასარეცხად მდინარესთან მიდიოდნენ. ბევრმა ფერმერმა სცადა მისი მოკლა, მაგრამ ტყვიები ვერაფერს აგლებდა. ერთ-ერთი მათგანი 20 წლის მანძილზე დასდევდა ტომს. ერთხელაც 15 დინამიტი შეკრა, ცეცხლი მოუკიდა და ტბაში ისროლა. ამის შემდეგ სიმშვიდემ დაისადგურა. აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ ტბაში ყველა ცოცხალი ორგანიზმი ამოწყდა. თუმცა ცოტა ხანში ფერმერმა საშინელი ყვირილი გაიგონა და ხმას რომ მიჰყვა, ტომი დაინახა, რომელმაც თავის ცეცხლოვანი თვალებით შეანათა და შემდეგ ჩაყვინთა. ყვირილის მიზეზი მოგვიანებით გაირკვა, როცა ტბასთან ფერმერის ნახევრად შეჭმული ქალიშვილი იპოვეს. ამის შემდეგ თითქოს ყველაფერი დამთავრდა, მსხვერპლიც აღარ იყო, მაგრამ ხალხი ისევ ყვებოდა, რომ ტომი დაინახეს და მისი ღრიალი ყოველდილას ესმოდათ. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ 20-იან წლებში მობინადრე ალიგატორი 80-იან წლებშიც იხილა ზოგმა. მისი ამოცნობა ძალიან ადვილი იყო, რადგან მას 2 თითი აკლდა. აფეთქების შემდეგ ათეულობით წლების განმავლობაში მონადირეთა ბევრი რაზმი ეძებდა ცოცხალ ლეგენდას, მაგრამ ტომი ვერასდროს იპოვეს. ნომერი 3. კესაგანკე. იაპონიაში ყველაზე საშიშ არსებად ითვლება გიგანტური კრაზანა, რომელიც წელიწადში საშუალოდ 40 ადამიანს კლავს. თუმცა ხმელეთზე ყველაზე ძლიერი და მტაცებელი ცხოველი მურა დათვია, ხოლო მისი განსაკუთრებული აქტიურობა კი შეინიშნებოდა 1915 წელს ჰოკაიდოს სოფელ სანკებეცუში. ეს სოფელი მაშინ დაუსახლებელი იყო და საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე ცოტა ხალხი ცხოვრობდა. არეალი ძირითადად გიგანტურ მურადათვებს ეკავათ, რომლებსაც კესაგაკეს ეძახდნენ. ერთ-ერთი კესაგაკე ნათესებში გადადიოდა ხოლმე და მარცვლეულს მიირთმევდა. ეს რომ დაინახეს, ორმა მონადირემ ესროლა და დაჭრილი დათვი მთებში გაიქცა. სოფლელებს სჯეროდათ, რომ ამის შემდეგ ჭკუას ისწავლიდა და ადამიანები შეეშინდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან შეცდნენ. 1915 წლის 9 დეკემბერს მხეცი ისევ გამოჩნდა. მან ამჯერად ოტაების სახლში შეაბიჯა, სადაც ფერმერის ცოლი მარტო იყო ჩვილ ბავშვთან ერთად. დათვი ჯერ ბავშვს ეცა და ნაწილებად დაფლითა, შემდეგ ცოლს მიადგა. ქალი თავის დაცვას შეშისროლით ცდილობდა, მაგრამ ამაოდ დათვმა ის ტყისკენ გააქანა. როცა ხალხი სახლში შევიდა, ჭერი და კედლები სისხლითა და ნაწლავებით იყო დასრული. დათვის მოკლის მიზნით 30 მამაკაცი გაეშურა ტყეში, სადაც მალევე წააწყდნენ დათვის მსხვერპლის ნარჩენებს. კესაგაკეს გამოჩენისას სროლა ატეხეს, თუმცა მოკლა ვერ შეძლეს. მის კვალზე გაყოლისას თოლში ქალის სხეულის დანარჩენი ნაწილებიც აღმოაჩინეს, რომელიც დათვს მომავლისთვის ჰქონდა გადანახული. დათვი მოგვიანებით ისევ დაბრუნდა ოტას სახლში, სადაც შეიარაღებული რაზმი დახვდა. მაგრამ ამას ცუდი შედეგიც მოყვა. მეზობელი მიიოკეს სახლი დაუცველი იყო. ხეცი შევარდა მიიოკეს სახლში და იქ მყოფებს ეცა. რამდენიმემ გაქცევა მოახერხა, მაგრამ 2 ბავშვი და 2 სული ქალი მის ხახაში აღმოჩნდა.
თვითმხილველების მონაყოლით ქალი მოახლოებულ დათვს ევედრებოდა შეებრალებინა მისი ჯერ არ დაბადებული შვილი და არაფერი დაეშავებინა, რაც რა თქმა უნდა უშედეგო იყო. როცა მცველები თავიანთ შეცდომას მიხვდნენ, მიიკო ეს სახლში შევარდნენ, სადაც ბავშვების დაფლეთილი სხეული დახვდათ. იქვე ეგდო მუცელ გაპობილი ქალი, გვერდზე კი დანაწევრებული ნაყოფი. მათი სისხლისგან იატაკი მთლიანად შეღებილი იყო. ორ დღეში კესაგაკემ კიდევ 6 ადამიანი მოკლა. მთელი სოფელი შიშმა მოიცვა და აკანკალებულმა მცველებმა პოსტი დატოვეს. ხალხის დასახმარებლად მეზობელი სოფლიდან ჩამოვიდა გამოცდილი მონადირე სხვებთან ერთად და 14 დეკემბერს კესაგაკე საბოლოოდ მოკლეს. დათვის სიმაღლეში 3 მეტრი იყო, წონით კი 380 კილოგრამს იწონიდა. გაჭრისას მის მუცელში ადამიანის ნარჩენები იპოვეს. მაგრამ უბედურება ამით არ დასრულებულა, ვინც კესაგაკეს ცოცხალი გადაურჩა ჭრილობებით დაიღუპა. რეგიონი მალე მიატოვა ხალხმა და დღეს ის ქალაქი მოჩვენებაა. ნომერი 2. ნიუ-ჯერსის ზვიგენი. ეს ამბავი მოხდა 1916 წელს, როცა ძალიან ცოტა იყო ცნობილი ზვიგენების შესახებ და ზოგიერთი მეცნიერი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ ისინი საშიშნი არ იყვნენ. თავდასხმებს ადგილი ჰქონდა ნიუ-ჯერსის სანაპიროზე. პირველი მსხვერპლი იყო ჩარლზ ვანსანტი, რომელსაც ზვიგენი ძალიან დაბალ წყალში დაესხა თავს, როცა ის ზაღლს აბანავებდა. თავდასხმა ბევრმა იხილა, მათ შორის ჩარლზის ოჯახის წევრებმა და სანაპიროს დაცვა დასახმარებლად გაეშურა. მათ ზვიგენის მოგერიება შეძლეს, მაგრამ ჩარლზი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ზვიგენის კბილებმა მას არტერია გადაუჭრა, ფეხებიდან კი ქსოვილები მოაგლიჯა. ჩარლზი სისხლდენისგან გარდაიცვალა, მანამ საავადმყოფოში მიიყვანეს. 5 დღის შემდეგ იმავე სანაპიროზე იგივე ზვიგენი დაესხა თავს ჩარლზ ბრიუდერს. თვითმხილველებმა დაცვას შეატყობინეს, რომ გადაბრუნებულ წითელ კანოეს ხედავდნენ. ეს კანოე კი რეალურად ჩარლზის სისხლის გუბე აღმოჩნდა. ზვიგენს მისთვის ორივე ფეხი მოეგლიჯა. გარდაცვლილი ჩარლზის დაჩეხილი სხეული სანაპიროზე გამოათრიეს. ამის დანახვაზე ქალებს გული შეუღონდათ. მომხდარის შესახებ აცნეს მეცნიერებს, რომლებმაც დაიწყეს მტკიცება, რომ ზვიგენი დამნაშავე არ იქნებოდა. ხალხი ზვიგენისგან დაცვას ითხოვდა, თუმცა ყურადღება არავინ არ მიაქცია. რამდენიმე დღის შემდეგ 12 ივლისს 11 წლის ბიჭი ნებივრობდა წყალში, როცა ზვიგენი ეცა და ჩაითრია. ერთ-ერთი თვითმხილველი სტენლი ფიშერი მიჰყვა მას გადასარჩენად, მაგრამ ისიც ზვიგენმა იმსხვერპლა. 30 წუთის შემდეგ კიდევ ერთ ბიჭს დაესხა თავს ზვიგენი, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა, მხოლოდ მცირედი დაზიანებები ჰქონდა. 14 ივლისს გიგანტური თეთრი მდედრი ზვიგენი დაიჭირეს, რომლის მუცელშიც მრავლად იპოვეს ადამიანის ნარჩენები. დღეს მეცნიერები ფიქრობენ, რომ შეიძლება მხოლოდ ეს ზვიგენი არ ყოფილიყო დამნაშავე და სხვებიც მოქმედებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ მისი მოკლის შემდეგ თავდასხმები შეწყდა. ნომერი 1. მოჩვენება და წვდიადი. 1998 წელს ბრიტანეთმა სარკინიგზო ხიდის მშენებლობა დაიწყო კენიაში. ცავოს მდინარეზე 9 თვის მანძილზე მშენებლობის მუშები 2 ლომის სამიზნეები აღმოჩნდნენ. შემდგომში გაირკვა, რომ ეს ლომები ძმები იყვნენ. ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ლომები უზარმაზარნი იყვნენ, სიგრძეში 3 მეტრამდე და უფაფრონი. თავდაპირველად მუშები საძილე კარვებიდან გამოყავდათ, ბუჩქებში მიჰყავდათ და ნახევრად მძინარეებს იქ ხარბად შეექცეოდნენ. მაგრამ მალე ისე გათავხედდნენ, რომ ბუჩქებში აღარ მიჰყავდათ და პირდაპირ კარვებთან იწყებდნენ ჭამას. მათი ზომა, მრისხანება და მოხერხებულობა იმდენად არაბუნებრივი იყო, რომ ადგილობრივები დემონად მიიჩნევდნენ. ზოგის აზრით კი ისინი იყვნენ ძველი კენიენი მეფეების რეინკარნირებული სულები, რომლებიც მათი ხალხის განთავისუფლებას ცდილობდნენ დამპყრობლებისგან. ამ ორ ლომს უწოდეს მოჩვენება და წვდიადი. მუშები ისე დაიზაფრნენ, რომ იმ ადგილიდან გადაიკარგნენ. სარკინიგზო ხაზის მშენებლობა შეჩერდა. დემონი ლომების ხახაში მოხვედრა აღარავის უნდოდა. რკინიგზის მთავარმა ინჟინერმა ჯონ ჰენრი პეტერსონმა გადაწყვიტა, რომ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა ლომების დახოცვა იყო. ის მარტო გაეშურა ლომებზე სანადირო და 1899 წლის დეკემბერში ერთი ლომი მოკლა. თუმცა მანამდე კინაღამ მისი მორიგი მსხვერპლი გახდა. 2 კვირის შემდეგ კი მეორე ლომიც მოკლა. ამ დროისთვის მსხვერპლთა რაოდენობა 140 აღწევდა. ჯონმა ლომების ბუნაგიც იპოვა მდინარესთან ახლოს, სადაც ადამიანების კიდურები და ორგანოები აღმოაჩინა. ასევე ტანსაცმლის ნაკუწები და პირადი ნივთები. ეს ბუნაგი დღესაც ხელუხლებელია და იმის მიუხედავად, რომ ბევრი ჩონჩხის ექსჰუმანაცია მოხდა, ამბობენ, რომ შიგნით კიდევ საკმაოდაა. სხვა კანიბალების მსგავსად ეს ლომებიც ხშირად კლავდნენ ადამიანებს მაშინ, როცა მშივრები არ იყვნენ. ლომების ფიტული ამჟამად ინახება ჩიკაგოს მუზეუმში. თუმცა კენიის მხარემ გამოთქვა სურვილი, ააშენოს მუზეუმი, რომელიც ამ ტრაგედიას მიეძღვნება და ამ შემთხვევაში ფიტულები ისევ კენიაში გადაიტანონ.
ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.